სოფელ გურიანთის აჭარის უბნის მოსახლეობა საპროტესტო აქციით იმუქრება. ისინი უკვე რამდენიმე თვე ამაოდ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ. აჭარის უბნელებმა ჩვენ დასახმარებლად უკვე არაერთხელ მოგმართეს, თუმცა პრობლემა ისევ პრობლემად რჩებათ. გზა გაუვალი და ტალახიანია. როგორც ამ უბნის მცხოვრებნი ამბობენ, შესაბამისი ორგანოებისაგან ყურადღების მიუქცევლობის შემთხვევაში ისინი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც აჭარის უბნელები აღნიშნავენ, მათ ეს პრობლემა უკვე მრავალი წელია აწუხებთ და მათი მდგომარეობა, როგორც სოფლის, ასევე მუნიციპალიტეტის ხელისუფლებისთვისაც დიდი ხანია ცნობილია. ჩვენ გვყავს ჩვილი ბაღნები შიშით გზაში ვერ გამოგვიყვანიან რომ კანაოში ერთჯერ ჩავარდნენ, ორჯერ ჩავარდნენ, გვყავს ავადმყოფები ვერ გამოდიან რომ უცბად ან ფეხი არ დუსხდნენ ჩავარდნენ. თუ გაკეთდება დაბლა ქვემო მასში კუთხეში, ისე გაკეთდება ჩვენთანაც. გაკეთდება არა და პასუხისმგებლობა მაგათ აკისრიან ის თავრობის მიმართ დიდი თავრობიდან, ჩვენც მოვთხოვთ მას პასუხს. თუ არ ღირს აქ ცხოვრების, აქ გზა არ გვეკუთვნის, სინათლე არ გვეკუთვნის, წყალი არ გვეკუთვნის, მაშინ ავდგებით და მოგვეცით უფლებამ გადავსახლეთ სადაც წამოვედით იქ. თუ არა და მოგვაქციეთ ყურადღება. ბაღნებიანა ავდგებით, აკუნის ბაღნებიანა და ჩევალთა დავждებით რაიკომის წინ. გამგებლობა რომ უნდოდენ და დეპუტატობა უნდოდენ, ათიხებული ქონდნენ გზები, ამხელვანი კანოები ქონდნენ დაკეთებული რომ ხმა მოგვეცითო. თითო წელწადში 2 კილომეტრი გზა ეკეთებიეს. დღეს გზაც იქნებოდა, კვალიც იქნებოდა, აღარც სადაო იქნებოდა, არაფერი არ. რამდენიმე თვის წინ არჩევნებამდე ჩვენ მათი პრობლემა გავაშუქეთ და პასუხისთვის შესაბამის ორგანოებსაც მიმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული ფაქტი მათთვის ცნობილია და პრობლემა უახლოეს დღეებში იქნებოდა აღმოფხრილი. აჭარის უბნელები ისევ უკმაყოფილოები არიან. მათ დასახმარებლად ისევ ჩვენ მოგმართეს და ჩვენც ისევ და ისევ პასუხისთვის სოფლის რწმუნებულსა და დეპუტატს მიმართეთ. მერაბმჟავია ადგილზე არ იმყოფებოდა და არც სატელეფონო ზარზე პასუხობდა. ჩვენი სატელეფონო საუბარი უბნის რწმუნებულთან ბახვა კვერღელიძესთან შედგა. კოლექტივება ჩაუტარდა სანიაღვრე არხებზე. გზის ნახევარი მოცულობა, გზის ნახევარი მოცულ გაკეთებულია. მაგრამ ამ ბოლო პერიოდისას რაღაც ტექნიკასთან დაკავშირებით ქონდა პრობლემები და ნამდვილად ყველას სადგური ჩვენი საფიქრალია და ჩვენი გასაკეთებელია და ხო ვერ გვეტყოდით აი კონკრეტულად რა დროისთვის შეიძლება ელოდნენ ამ სამუშაოების შესრულებას და დამთავრებას. სამუშაოების შესრულებას ალბათ 2-3 დღეში ალბათობასაც გამოგვიცხად ნამდვილად შევასრულებთ. აჭარის უბნელები როგორც თავად აცხადებენ, მოთმინების უკიდურეს ზღვარზე არიან. მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისაგან სწრაფ რეაგირებას ელოდებიან.